გამარჯობათ მეგობრებო, შეგახსენებთ საკუთარ თავს, ლეილა, გთხოვთ რომ გადახვიდეთ ჩემს YouTube არხზე, გამოიწეროთ, გაუზიაროთ მეგობრებს, დაალაიქოთ, დააკომენტაროთ და დააფიქსიროთ თქვენი აზრი. მაშ დღეს გვექნება საუბარი მთვარეზე, ასტროლოგიაზე და როგორ ხასიათდება, ჯერ ას განაგებს მთვარე, მერე როგორ ხასიათდება თითოეულ ნიშანში და როგორი ინტერპრეტაცია უნდა მივცეთ პირად რუკაში. რა თქმა უნდა, ეს იქნება მხოლოდ მთვარის ნიშნებში განხილვა, იმიტომ რომ მისი ასპექტირება სხვადასხვა პლანეტებთან, ნიშნებთან კიდე სხვა ელფერს აძლევს შესაბამის პირადი რუკის მფლობელს, ასე ვთქვათ. მაშ დავიწყოთ. მთვარე ზოგადად გვიყვება ადამიანის ფსიქიკის შესახებ, როგორ აღიქვავს ის საკუთარ თავს, როგორ აღიქვავს ის სხვა ადამიანებს, გარემოს, მოვლენებს, რა არის მისი პირველი რეაქცია. ასევე მთვარე გვიყვება ქალის შემთხვევაში თუ როგორი მეუღლე იქნება და როგორი დედა იქნება. მამაკაცის შემთხვევაში ის გვიყვება პარტნიორის შესახებ. და რაც შეეხება ზოგადად მთვარეს კიდევ გვიყვება როგორ აღგზარდა დედამ, ბებიამ, ანუ ვინც ქალის ფიგურა, რომელმაც ჩვენს ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა, ანუ ძალიან იმოქმედა, აღგზარდა და ეს აუცილებლად ქალის ფიგურაა. ხო, ანუ ძირთად დედაზე მიგვითითებს, მაგრამ თუ ვიღაც შეიძლება დედა ყავს გარდაცვლილი, ან არ ყავს გარდაცვლილი, უბრალოდ სხვასთან, ანუ სხვა ქალთან იზრდებოდა, ხო? ბებია იქნება, მამიდა იქნება თუ სხვა. მაშ ასე შევუდგეთ საქმეს განხილვას, სხვადასხვა ნიშნები, როგორ წარმოდგენ საკუთარ თავს. მთვარე ვერცხლში. მთვარე ვერცხლში არის ადამიანი, რომელსაც უნდა ყველაფერი სწრაფად ეგრევე და მძაფრად აღიქვავს მოვლენებს, ემოციურია ხოლმე ესეთი ადამიანი. მებრძოლის სულის ადამიანები არიან მთვარე ვერცხლში. ასევე ძალიან მხიარულები არიან. სამყაროს აღიქვავენ როგორც რაღაც ადგილი ან მოვლენა ზოგადად, რომელზეც უნდა გაიმარჯვონ, ასე ვთქვათ, და გამარჯვებულები იყვნენ. ასევე ძალიან ზოგადად მთვარე ვერცხლში ცდილობს ხოლმე იყოს სამართლიანი, თუმცა საჭირო თუ გახდა არც მოერიდება საკუთარ სასიკეთოდ გამოიყენოს რაღაც სიტუაციები და მოვლენები. ასევე მთვარე ვერცხლში არის ძალიან შარმიანი, სექსუალური, მომხიბლავი, რაღაცა ცეცხლის ის მოდის რა, ის ენერგია მოდის, ან ენერგიული ხალხია ხოლმე ზოგადად და ნაკლებად ახასიათებთ დეპრესია. ну ეს იმას არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, რომ საერთოდ არ ახასიათებს, რა თქმა უნდა, ახასიათებს. თუმცა უმეტესწილად ძალიან მარტივად უმკლავდებიან და არ აქვთ ხოლმე რა. ანუ არ ჩერდებიან დიდხანს ამ განცდაში, იმიტომ რომ თვითონ ძალიან სულ სწრაფები არიან. ასევე შვილებთან მიმართებაში ცდილობენ რომ ემეგობრონ, თუმცა აი ორში შეიძლება იგრძნონ თავი, როგორც მაგალითად სურვილი შეიძლება ჰქონდეთ რომ იყვნენ ძალიან კარგი დედები, თუმცა მეორეს მხრივ აი საკუთარ თავში ბრძოლა მიდის ამაზე, რომ აი ან ძალიან შეიძლება ყურადღებიანი იყოს, ან პირიქით შეიძლება იმ ყურადღებას ვერ გამოხატავდეს, ხო? ან იმ ემოციას ვერ გამოხატავდეს შვილის მიმართ. და უნდათ ხოლმე რომ შვილები იყვნენ ესეთი ბრძოლისუნარიანები, ასე ვთქვათ. ეხლა ვიდეოს დრო იწურება, იმიტომ რომ მოკლე ვიდეოებს ვწერთ. შესაბამისად, მოდით აი ეგ დავასრულოთ და რა თქმა უნდა, მთვარე ვერცხლში ძალიან ბევრი ლაპარაკი და საუბარი შეიძლება კიდევ.